ამას წინათ ინსტაგრამზე შემთხვევით ერთი ვიდეო შემომხვდა. ბავშვის ნაზი ხმა აჟღერებდა შემდეგ შინაარსს. საყვარელო მშობლებო, გთხოვთ, ნუ გამიზიარებთ მე თქვენს ფინანსურ პრობლემებს. მე მჭირდება უსაფრთხოების და შინაგანი სიმყარის შეგრძნება და ეს მე ამ შეგრძნებას მიზიანებს. ასევე ნუ ჩამრევთ მე თქვენს პირად კონფლიქტებში, რადგან ეს ჩემს ემოციურ დაცულობის შეგრძნებას მიზიანებს. ასევე ნუ მომიყვებით მე თქვენს პირად გაწმილებებს. მე თქვენი ფსიქოთერაპევტი და მეგობარი არ ვარ. მე ბავშვობა მჭირდება. ნუ ილაპარაკებთ ჩემთან ნეგატიურად ოჯახის სხვა წევრებზე და ნათესავებზე, რადგან ეს ჩემზე მანიპულირების ცდილობაა. ნუ დამტვირთავთ მე თქვენი საიდუმლოებებით. მე ვიმსახურებ ბავშვობას და ნუ მოიხსენიებთ ნეგატიურად სხვა მშობლებს და სხვა ადამიანებს. მე მჭირდება ნდობა სამყაროსადმი. და ნუ მომიყვებით მე თქვენს რთულ ბავშვობაზე ან ამა თუ იმ ბავშვობის ტრამვაზე. მე არ შემიძლია მათი განკურნება. იცით, ვიდეო არის ჩაწერილი ბავშვის ნაზი ხმით, ინგლისურად, მე ახლა გადმოვა ქართულზე და ეს ვიდეო ძალიან ბევრ ადამიანს ენიშნება, რადგან მშობლები თავიანთ ემოციურ დატვირთულობაში ხშირად ყურადღებას არ აქცევენ თუ როგორ მგრძნობიარედ რეაგირებენ ბავშვები ამა თუ იმ შემთხვევით ნათქვამ, ან კიდევ გაუთვალისწინებელ ემოციაზე თუ სიტყვაზე. ბავშვები, რომლებიც იზრდებიან გარემოში, სადაც დაძაბულობა და ჩხუბი ყოველდღიურობას მიეკუთვნება, ისინი შინაგანი დაცულობის შეგრძნებას ვერ ივითარებენ და სისტემატურად არიან შფოთვაში, რადგან მათ არ შეუძლიათ აღიქვან, გაერკვნენ, რომ ეს მათთან დაკავშირებული არ არის. ეს შეიძლება იყოს რაღაც ბანკთან ან სხვა რაღაც ყოფით პრობლემასთან დაკავშირებული და ეს მათ საფრთხეს არ უქმნის. ამას ისინი ვერ ხვდებიან. ისინი გრძნობენ საფრთხეს და ეს არის მათთვის როგორც გადარჩენის, აი სიცოცხლის შენარჩუნების საფრთხე, რადგან ისინი გრძნობენ, რომ მათი გადარჩენა დამოკიდებულია ოჯახში არსებულ სიმყარის და დაცულობის შეგრძნებაზე. და აი ამ ბავშვებს უვითარდებათ სისტემატური შინაგანი დაძაბულობის შეგრძნება, რომელიც შემდეგ გათავისება ხდება, რომ უკვე მოზრდილ ადამიანს აქვს ეს ვერ ეშვება, სულ დაძაბული არის. იწვევს ეს ძალიან ბევრ სომატურ, ანუ ფიზიკურ დონეზე პრობლემებს, რომლებიც დასაწყისში არანაირად არ დასტურდება ანალიზებით, მაგრამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მათ შეუძლიათ პათოლოგიური პროცესები გამოიწვიონ. ისე რომ ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენი ემოციური მდგრადობა, ჩვენი შინაგანი განწყობა და კმაყოფილების შეგრძნება, ჩვენი საკუთარი პოტენციალის განვითარება არის ძალიან დამოკიდებული ჩვენს ბავშვობაზე, ჩვენს ადრეულ ბავშვობაზე, რომელიც არის ჩვენი პიროვნული, ინდივიდუალური არაცნობიერი. აი ხა თქვენ ხედავთ, ეს მონაკვეთი არის ჩვენი ბავშვობა და ჩვენ არ მოვდივართ როგორც დაუწერელი ფურცელი დედამიწაზე, ჩვენ მოვდივართ ჩვენი კოლექტიური არაცნობიერი და ეს არის სამკუთხედის ეს დიდი ნაწილი, ზემოთ კი არის ჩვენი
ცნობიერი. ისე რომ ჩვენი შინაგანი ბავშვი არის ჩვენი ის შინაგანი ნაწილი, რომელიც მოვიდა დედამიწას გარკვეული ინფორმაციით, გარკვეული თვისებებით და შემდეგ მოხდა იმის მიხედვით თუ ოჯახში რა სიტუაცია იყო, მისი რწმენების, დამღების, ტრამვების ჩამოყალიბება შექმნა. და ჩვენს ინტერესში არის, რომ ჩვენს შინაგან ბავშვს გავეცნოთ. მასთან გქონდეს ის დამოკიდებულება, რომელიც მის ტრამვებს მოარჩენს, რომელიც მის ნეგატიურ რწმენებს პოზიტიურად გარდაქმნის. და ეს არის, როგორც თქვით, ჩვენს ინტერესში, რადგან ამაზე არის დამოკიდებული უმეტესწილად ჩვენი თუ როგორ ვიწყობთ ჩვენს ცხოვრებას, ჩვენი შინაგანი განწყობა და კმაყოფილების შეგრძნება და ჩვენი ჯანმრთელობა. მე ვარ ნანა შევსკი. 30 წელზე მეტია უკვე ვცხოვრობ ჩრდილოეთ გერმანიაში. ვარ ჯანმრთელობის პედაგოგი და ფსიქოლოგი პროფესიით, აქ შევისწავლე ეს პროფესია და შემდეგ მუშაობდი 10 წლეულების განმავლობაში როგორც კოუჩი და 10 წელია, ბოლო 10 წელია უკვე მაქვს ჩემი კაბინეტი და მაქვს ასევე ფსიქოთერაპიების ჩატარების უფლება. ჩემი აი ამ კაბინეტის პირველი 5 წელი იყო ინტენსიურად მუშაობა ჩემს კლიენტებთან შინაგან ბავშვზე. და აქედან გამომდინარე, ვიცი თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ ჯერ ეს მნიშვნელოვანი შინაგანი ნაწილი გავიცნოთ, გავაცნობიეროთ, რა თვისებები აქვს მას და შემდეგ მასთან სიყვარულზე, ზრუნველობაზე დამყარებულ ურთიერთობას მივაღწიოთ. ამისათვის გადმოვაქართულე ჩემი ერთი, ასე ვთქვათ, პროდუქტი, ონლაინ კურსი, შევცვალე ქართულ სამყაროს შეუსაბამე და გთავაზობთ თქვენ, რომ გადახვიდეთ გვერდზე, გაეცნოთ კურსის დახასიათებას, თუ თქვენ სურვილი გაქვთ, რომ თქვენს შინაგან ბავშვთან იმუშაოთ, უпростоრად მას გაეცნოთ და მასთან ურთიერთობა გააუმჯობესოთ. რადგანაც ეს მუშაობა ძალიან დროის და ფინანსების დიდ ინტენსიურობას მოითხოვდა, მე გადავწყვიტე აი ამ ფორმით, საკუთარ თავზე მუშაობის ფორმით, ეს ნიშნავს, რომ არ იქნება არანაირი ჯგუფი, თითოეულ მონაწილეს ექნება კოდი, რომლითაც შევა გვერდზე და თავის თავთან ჩაყურადებით სახლში საკუთარი ტემპით, საკუთარი დროის გათვალისწინებით განახორციელებს, მიყვება იმ პროგრამას, რომელიც დაწვრილებით არის ახსნილი ჩემს მიერ. ისე რომ გეპატიჟებით, გაეცნოთ აღწერილობას და თუ თქვენში ეს აღწერილობა გამოიწვევს დაინტერესებას, მიხარია, რომ შემოუერთდებით აი ამ მნიშვნელოვან პროცესს და ეს არის პროცესი, რომელიც იწყება და გრძელდება. და ეს პროცესი არის საკუთარი თავისაკენ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი კეთილდღეობისათვის. და გისურვებთ წარმატებას ყველა დაინტერესებულს აი ამ მნიშვნელოვან გზაზე. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. კარგად ბრძანდებოდეთ.